მე მეტკინა ზმახარ ბორჯომი ასახელი ეს არ მიუშვა თორე აჭარასაც წაგვართმევს ეს არის ახი 235-75-17-17-იანებს ვეძებდი და ანსისხლია ანოფლი გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი ყველაფერი სპორტის შესახებ ყოფებით ეიფელის ხიდზე ბორჯომსა და ბაკურიანს შორის დამაკავშირებელი ხიდი ეიფელის ხიდი სად იყო ეიფელის კოშკი ეიფელის ხიდი რო იყო და აქ რო კუკუშკა გუგუნებდა სხვათა შორის კუკუშკა აღარ მუშაობს ბორჯომიდან ბაკურიანში ასასვლელი რომელიც ძალიან ლამაზ ბუნებას გაივლიდა და ცოტა გული მწყდება მინდოდა მეჩვენებინა თქვენთვის კუკუშკით გზა მაგრამ სამწუხაროდ ვერ გაჩვენებთ ეს არის ეიფელის ხიდი რომელიც მართლა ეიფელმა სახელი აღარ მახსოვს რა ერქვა ჯონ ეიფელი იყოს ეიფელმა დააპროექტა და მე ეიფელის კოშკზეც ნამყოფი ვარ და აი ეს მასალა თვითონ იგივე მასალა არის რა იგივე მასალით არის გაკეთებული წავედით ახლა ჩვენ ბაკურიანში ბორჯომში ვიყავით სასტუმრო ანდერვუდში დაბინავებული მადლობა ამ სასტუმრო შეგიძლიათ ეწვიოთ და მე მქონდა დაბადების დღე გუშინ ამოვედი ახლა ბორჯომში ვიყავით ამოვედი ახლა ბაკურიანში მივდივარ აი იქიდან უნდა გადავიდეთ ოკუპანტის ენაზე ვიტყვით ჩერეს პარკი ამოვედით სადგერი ტბა ცემი და ესე გადავდივართ ბაკურიანში იმიტომ რომ მეორე მანქანას ზიმნები არა აქვს და აუარეთ გვერდი საპატრულოს რა არა ზიმნები არის ფიფკი არა ხატია რა. სხვათა შორის ჩვენი ბაკურიანში ვოიაჟის სპონსორია Suzuki ჯიმნის ცენტრი, ოღონდ ძველი ცენტრი 1999-იანი 25 წლის არის ეს მანქანა. სხვათა შორის რაღაცები გაუკეთე მე ამ მანქანას და თუ ვინმეს დაგაინტერესებს ამ მანქანის პროექტზე ვიდეო, მაგალითად დაახლოებით ისეთი ვერ გამოახლა როგორც BMW-ს იყო, იმდენ რამეს ვერ გაუკეთებ, მაგრამ რაღაცები გაუკეთდა და შემიძლია ამ მანქანის ვიდეო შემოგთავაზოთ, კომენტარებში დაწერეთ რა თქმა უნდა თუ გენდომებათ. სპონსორი ის ვიხუმრე, რეალური სპონსორი კი არის ლიდერ სპორტი და ასევე ოპერა ბაკურიანში. რეალითის 28-ში მდებარეობს და წავედით ბაკურიანში, ველოდება გამა, მანამდე იქ ქალაქშიც გავიაროთ, ქალაქი არის დაბა არის ბაკურიანი, გავიაროთ ცოტა რაღაცა ვნახოთ და მერე გამაზე მივდივართ ოპერაში. ეს არის მეგობრებო პერედოკის ხელოსნების საყვარელი ქუჩა. აი გამარჯობა, გილოცავთ, მრავალს დაისწარით და აქ მარა პრეუსები დადიან, პრეუსები გიჟივით და ესე. ასევე საცობები ახლა ძალიან ხშირად ბაკურიანში და აი თუ გაიჭედე, როგორია, იცი, როგორი შეგრძნება, იცი, აი სული რო იჭედება რა, აი დაახლოებით ესე იჭედე. მე პირადად ყველაზე დიდხანს ვარ გაჭედილი 4 საათი. აი ღორი არის, წამო. რუტ ეს არის ბაკურიანული ტახი ძალიან საშიშია ჩვენ დავიწყეთ ახალი მიმართულება გვაქვს Animal Planet-ის პონჩი იო მწვადი გევასება ვარ დავკლათ ბაკურიანული ღორი არის მე ძაღლი მეგონა თავიდან ძალიან ბევრი ძაღლია ბორჯომში არის ძაღლი ცხენი ძაღლები არ ჭამენ ამის ხორცს შეიძლება არ ჭამ ავიყვანოთ რამენაირად და მწვადი შევწვათ ორნაბიჩი შედის ეთყობა რაცა უნდა იაფად უნდა რაღაცების ყიდვა იმედი არ ჩამოვარდება. ამო კოკოც, მაგარი უცნაური ამბავი არის რა. ბაკურიანში ვართ ოპერაში, ვზივარ ბურანზე და გამასჭხუბია. ეხა ეს ბურანი თამაშდება, ოპერა ათამაშებს. ამ ბურანს 850-იანი დოლარისი. საკაიფო, მე მომწონსმაო. ბურანი არ ქვია ზოგადად. ბურანი არის როგორც ბოტასი არის და ბოტას ვეძახით, ეგრე ეძახიან ბურანს როგორც ბურანს. ეს არის თოვლმავალი, ესე ქვია ქართულად და ძალიან მაგარი რაღაცაა და თამაშდება პრიზი გამას ბილეთს ვინც იყიდდა მაგაცზე თამაშდება რა მე არ მიყიდია ისე უნდა შევიდე გადაღების პონჩი და კიდე თუ იქნება გავითვალისწინებ და ბილეთს ვიყიდი ვინც მოიგეთ ეს თოვლმავალი წინასწარ გილოცავთ წავედით ახლა ჭუბებს უნდა უყუროთ საბურავების სხვა არის რა კაი არო დაბრუნდა ისე პირველი ბრძოლა
გადასრულა ნოკაუტით. შემოსვლა ვერ მოვასწრეთ, ისე მალე დამთავრდა პირველი ბრძოლა. ნახოთ მეორე რა იქნება. Scarface, Tonique Tomanisvili. Al Pacino's gავს, Al Pacino, De Niro's წინააღმდეგ. ნახოთ აბა რა იქნება. იგი შეგიცი აბა ხელია ძიედა შენ დაიწე მე მგონი გამოანგრია კიდე Bravo. მერაბ გილოცა, ძმა ხარ, ბორჯომი ასახელი. კაცი ძმა კლდეზე მუშაობდა და ხნა რა გინდა. ძალიან ჩახსნილი ხო არა აქ ამ გრინჩში, ძალიან ჩახსნილი. ძალიან სექსუალური გრინჩია. ფორნიკე ციკლაური არის, როლანდ პლუჟნიკოვი. თუ არ ვწდები, ეს ბიჭი მოდის ხოლმე ყველა გამაზე რომ მაჩხუბეთო რა. რავი, ნახოთ რა, ხან ნასვამია ხოლმე და ეხა არ ვიცი ნასვამია თუ. ბოდიში ნასვამი ვარ, რო თქვას შეიძლება. ძალიან საინტერესო იქნება. ოპა. თანში შველი მუშტებით არის. ვაი. მაგარ ხოძეა ძმაო, მაგარ ხოძეა. შუსტრია. აი იცი როგორ ჩხუბს გავს? არალეგალური ჩხუბები რვა, ეგ ჩხუბს გავს. შევიდა, დაუგისდე, კარგად დაუგისდე. დაეცა, თავი ეთქინა. ადგება. ხელები. კან მოხდა? მე მგონია რომ გააგრძელა. ბოლომდე მიაწვა. გააგრძელა. სმელია უნდა მოიკლაკნებიო. როგორი თემა, ეს პიანი მასტერია თუ არ დაიკლაკნა რა. მე მეთქინა. აქედან მარტივია თქმა ადე ისეთი მოხდა რა, მე ვერ ავდგებოდი თქო. გრძელდება? მაშინ დავალევიდო. მესამე ბრძოლაა, გაბაიძე და მეგრელიძე ჩხუბობენ. პატარა ბიჭები არიან, ერთი 20 წლის არის, მეორე არ ვიცი. კაი, ეს ბრძოლა მივა ბოლომდე, მე ვატყობ. ნახოთ, უძლებენ ბიჭები. ამის უბნელი ყოფილა, ხო იცი? და მაგარი ნაცემი ვყავარო. სანამ შესვენება არის, ვეძებ 235, 75, 17-იანებს. მაქეთ ხო არ არის 235, 75, 17-იანი. მან ხო არ არის 235, 75, 17. არ არის მომიძებნე რა. ზამთრები მინდა რომ ეგ წაღვერში ამომატარო რა. არ მატარები. ეხა ძალიან ემოციური არის ეს კაცი და უკანა ხელი რომელი უნდა ვკითხო მე არა ურტყი უკანა ხელი ქვევიდან გავა რომელია უკანა ხელი ხო ქვევიდან შემდეგი უკანა ხელი ვაიმე მაგარი გამძლე არის ამის უბნელი მაგარი დაარტყეს და ისე ფეხსედა ეკა მიდი რა უნახავარ ვაი არია ერთ-ერთ ეთყობა ბლიზაკების კვალი ზურგზე აი მას აია მეორე რაუნდიც გაუძელი
პილოცმა მოიგო, პილოცმა. მოგე მომივიდა ბოლომდე. აი მე ხვდები რაღაცა. შენას ფიქრობ რა რინგნეიმს მიცემდი ბეკას? ვერ გავიგე? რინგნეიმი, ზედმეტი სახელი. არ ვიცი, ვერ გეტყვი. მოვიფიქრებ ცოტა ხანში. უცებ რომ მოდიხარ. ო აბა მზად უნდა იყო, გამაში სულ მზად უნდა იყო. როგორ გინდა აბა? 235, 75, 17-იანებს ვეძებდი და მაგიტო მაკეთ ხო არ არის სადმე. წაღვერში არ მატარებენ და მაგიტო იქნება ამოვიდე რა. მერა ბიაშვილი და კან ჰოშგორი. ჰოშგორი სადაური კაცია. თურქია ძმა. თურქი, ქართველი თურქია. თურქეთიდან არის? მიხანი აქ ცხოვრობს ჩვენის. აქ ცხოვრობს. აქ ცხოვრები თურქიანი. ქართულ თურქული დაპირისპირება, ნული წაგება აქვს. Stop this guy, brother! Stop this guy! Let's go! რა დღეშია? ეს არ მიუშვა, თორე აჭარასაც წაგვართმევს. რა დღეშია? ეს საზღვარზე ეს არ უნდა შემოგვეშვა. ამას შევა ყველა გვცემოს ახვიცა. რა მაგარი ყოფილი. Let's go, Ahmed! You good, Ahmed! You great! Let's go, man! Let's go, man! I like it! თავიდან მაგარი წააყარა, მაგრამ იაშვილისკენო. ვერ ვაგზელებო. მოიგო, სო. ან ჰოშგორმა მოიგო, გამართლიანად კი არა, გასისხლიანად. საბრძოლა მოიგო მუკვანმა, მოწინააღმდეგეს ხელი იყინა. ეს არის მეშვიდე ბრძოლა კალანდაძე თეგაშვილი. ნახოთ აბა გაიგდება. აუ 17-იანები მინახე რა. მეც მეგონა რომ გელამ მოიგო, მაგრამ თუმე გელამ წააგო. საჯების გადაწყვეტილე ისინი უფრო ხედავენ. არაუშავს. შეიძლება რაღაც გითხოთ? დიდი უპირატესობით მოიგო თუ? არა, მაესტრომ გამოუცხადა რომ გაყოფილიო. გაყოფილი ნიშნავს რომ ზოგმა მსაჯმა ჩათვალა რომ ამან მოიგო, ზოგმა იმან. ანუ მცირე უპირატესობით მოიგო. შეიძლება ჩანდეს რომ ერთი სააკ უპირატესობა, მაგრამ მეორეს ქონდეს. შეიძლება. ბევრი მინახავს ეგეთი ბრძოლა. ჩემთვის თანაბარი. ეს კაცი არის 2016 წლის სოფლიო ჩემპიონი და ორი კამლით ფლობელი. VPC და VBO-ს კამლით ფლობელი. კი ბატონო. პროფესიონალი ბოქს 2015 წელს ჩინეთში უხანში აზიის ჩემპიონი. უხანში? კი ბატონო. შენ ხო წამოიღე ის კორონა? მე რო ჩამოვედი, მე მოვიდა. მე წამოვიდა, მაშინ არის ხო არაფერი. აქ ხო არაპირე ბრძოლას. ვაკვირდები. კონტრაქტს ვაკვირდები, ჩხუბებს ვაკვირდები და თუ შემოვთავაზ გაწონაში ხარ. ეხლა ვარ 79, მაგრამ 63-ს ჩხუბობდი. მომატებული. მომატებული ვარ. წარმატებებს გისურვ. გაიხარ. მაგრი. გოშანოვი და საბუკაშვილი აი ჩხუბი იქნება. ტოპ ჩხუბები წამოვიდა უკვე. შიშველი მუშტებით ბრძოლა ყოველთვის კაია, ახლოდა რა, კაპატკუპი რო გესმის. სხვა შეგრძნება. აი ამ ბრძოლის სპონსორია ზაზათელია. ლამინატს რო აგებენ და ეგ რო ურტყავენ ხოლმე, ეგრე ურტყავს რეზინის ჩახუჩივი. მეოთხე რაუნდი ჩაინიშნა. ან სისხლია ან ოფლი.
ნახოთ. ამან მალადეცო და ესე იგი ამან მოიგო. ვიცი, საჯები რა ბრძოლას უყურებდნენ, თუმცა რაც დაითვალეს, ეგ დაითვალეს. გამარჯვებულია გიგა თაბუკაშვილი. გიგა თაბუკაშვილი არისო გამარჯვებულიო. ამათ ეგონათ მამათმა მოიგეს, მაგრამ გიგა არის გამარჯვებული. ელგუჯა ბიძი გოგია და ზომბი ჭკადუა. სვანურ მეგრული დაპირისპირებაა ძმაო. ბრმამუშტი არ მომხდეს მე, გრძელი ხელები აქვს ბიძის. არის გამარჯვებული, ალბათ გამსახურებულად. შემდეგი კიდევ წინ ორი ბრძოლაა, მეგობრებო, ნახოთ აბა რა იქნება. ეს არის პირველი გამა, სადაც ერთად ვერ გავდივარ, ერთ ადგილზე ვდგავარ, იმიტომ რომ ძალიან ის არის სიმჭიდროვე რა. რო გავიდე, მე შეიძლება ვეღარ შემოვიდე, ამიტომ აქედან გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას ბრძოლები. ელიქიანი ბადურაშვილის შუბია ეხლა და ახალქალაქი ახლოს არის ბაკურიანთან და ძალიან დიდი ოვაციები აქვს ელიქიანს და თან მაგარი ბრძოლია. ნახოთ რა იქნება. ჩემი აზრით, ბრძოლა ძალიან მალე დამთავრდება, ეგეთი ეჭვია. იმენა ყოველია, პერიოდული ყოველია. ახალქალაქი აქ არის. ახალქალაქის კარტოფილი შეიწება კაის ყემლით. დაო. არა, მართლა იმენა ცხოველი არის. არ გვინდა ძმაო, უბი კონფლიქტი არ გვინდა. ნარა ჩვიდად, მე მგონი ცოტანი ვართ, მგონი ქართველები. ამიტომ ჩვიდად ნარა პირველივე რაუნდში დამთავრდა. მაგრამ მაინც ხოჭაღ ბადურაშვილი რა აუწია წინააღმდეგობა. მე ამასთან არ ვიჭხუბები. გამარჯვებულია ნაი ახალქალაქი მელიქია. ორტავას უნდა ეჭხუბა ფარჯიანთან, მაგრამ ხლა ფესოსთან დღეს 5 რაუნდიან ბრძოლას იზიარებს გიორგი Babu Kirvalidze! Ჩემპიონო ბრძოლაში კოტავას მაგივრად არის ეს კაცი. ესე იცით რომელიმე ბრძოლია დაბადების დღეზე რომ იჭხუბა და რო გალახეს. გალახეს ქვია რო წააგო რა. და უხაროდა მაინც. ეგ იყო ზაფხულში, ბათუმში, ეხა წესით არა აქვს დაბადების დღე. შეიძლება ეხა მოიგოს. და კამარზეა ბრძოლა, საჩემპიონო ბრძოლაა. ბაბუ იღიმის, მაგრამ კბილები არ უჩანს, მაო, ის უკეთია. თითქოს ფსიქოლოგიურად ვცდილობს, რომ ხობიდან გამოიყვანოს მეტოქი. ეხა ეგ რო ხალხი არის, მათ რო უსმინო, ავი ძმა, ვერ იჭხუბე. არ უნდა მიაქციო ყურადღება. ამ ბაბუს ვერ წდება დაბლა რა, პატარა დაბალი რა, დაბლა ვერ წდება, სიხდება, დაბლებში უჭირს. რა დაძაბულია თარება. ამ ბრძოლაში გამარჯვებული რასაც ვამბობ, პასიურობის გამო დაკარგა ჩემი აზრით პირველზე მქამარი. მე მეგონა იმან მოიგო. კარჯიანმა მოიგო. მე ვერ ხვდები მე მგონი. კარგად უნდა ჩაუჯდე. საჯებთან გავიარო რაღაც კონსულტაციები. მე ეგრე მეგონა არ ვიცი. ვინ გაიმარჯვა ბარობებს?
აბუ მოიგო მე ვერ ყვევი Polaris 850 XC-ის ახალი მფლობელია ოღანესიან ბაგრატ ოღანესიანმა მოიგო თოლმავალი მოეჭველი დაჭირდება სავარაუდოდ ახალქალაქელი გამარჯობა შენ მოიგე ეს პრიზი საიდან ხარ მე ახალქალაქიდან ვარ თუ შეიძლება რუსული ლაპარაკო რუსული სნეკდამ ეს хороший приз очень хороший приз გამოგადგება მაგრამ მადლობ გამოგადგება და აბა მშვიდობაში ეს მეორეა ახალქალაქში მაგრად გამოგადგება მაგრამ გამოგადგება ეს რაღაცა არსებობს თქვენ რომ მოიგეთ გამოსადეგი პრიზია ხო ახალქალაქში გამოგადგება აბა მე გემშვიდობებით კაი საღამო იყო აგერ კაცმა ჰოლმავალიც მოიგო კაი ბრძოლები იყო მაგრათვის სიამოვნე იმედია თქვენც სიამოვნეთ და არხი გამოიწერეთ აუცილებლად არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა 100,000-ზე მალე უნდა ავიდეთ ვიდეოც დაალაიქეთ კომენტარიც დატოვეთ აბა გემშვიდობებით მაგრად იყავით გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი ყველაფერი სპორტის შესახებ